ოდესმე თუ ყოფილხარ ისეთ თვითმფრინავში, რომელიც მიწაზე დაშვების მაგივრად მოულოდნელად შეაიჭრა. ასეთი მდგომარეობა დაშვების შეწყვეტაა. ავიაციაში ამას go around ჰქვია. და რა არის ამის მიზეზი? ყველაზე ხშირი მიზეზია, როდესაც მფრინავი ვერ ხედავს პილიქს, ან მისი განათება არ ჩანს, ან ძლიერი გვერდითი ქარი აფერხებს უსაფრთხო დაჯდომას. ზოგჯერ კი მიზეზი შეიძლება იყოს მფრინველების ჯგუფი, არასწორი დაშვების კურსი, მეორე თვითმფრინავის შეყოვნება პილიქზე, ან ავიამეთვალყურის შეცდომა. go around-ის ინიციატორი ყოველთვის მფრინავი არაა. ზოგჯერ თავად დისპეჩერი აძლევს ბრძანებას, როცა ფიქრობს, რომ დაშვება უსაფრთხო არ არის. თუ თვითმფრინავი ვერ დაეშვა და მეორე წრეზე წავიდა, ეს ნიშნავს, რომ იგი ეგრევე ხელახლა დაეშვება. ამისთვის საჭიროა დრო და ხშირად მისთ აპროჩ, ანუ შეწყვეტილი დაშვების პროცედურის შესრულება. რატომ? იმიტომ, რომ მის უკან სხვა თვითმფრინავებიც ეშვებიან და რიგია, მაგრამ რაც მთავარია, იგი უნდა დაუბრუნდეს ინსტრუმენტალურ დაშვების გეგმას. ეს არის სპეციალური დეტალურად გაწერილი მარშრუტი, რომელზეც იგი ყველაზე ხარისხიანად მიიღებს დედამიწიდან რადიოტალღებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო გზას დაბრკოლების გარეშე. კი, დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ეს ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. ალბათ ახლა ფიქრობ, რამდენად ეყოფა საწვავი. თვითმფრინავები ყოველთვის დაფრინავენ საკმარისი რაოდენობის საწვავით, არა მარტო მეორე და მესამე ცდისთვის, არამედ სხვა აეროპორტებში გადამისამართებისთვისაც კი. და go around-ი არავის უყვარს. არც ფრინავს, არც დისპეჩერს, არც ავიაკომპანიას, რადგან ზრდის, ხარჯებს და აყოვნებს რეისებს. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, go around არის ყოველთვის სწორი და უსაფრთხო გადაწყვეტილება ბოლო წამს. ასე რომ თუ ოდესმე შენი თვითმფრინავი მეორე წრეზე წავიდა, იცოდე რომ შენ უკან დგანან პროფესიონალი მფრინავები, სანდო დისპეჩერები და უსაფრთხოების პრიორიტეტები. თუ საინტერესო იყო, მობრძანდი კომენტარში და დაწერე გამოგიცდია თუ არა go around-ი. მე კი გემშვიდობები, შემდეგ ვიდეომდე.